გამარჯობა ჩემო მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს ამ ვიდეოში მე მინდა რომ ჩვენ ერთი წინადადება გავარჩიოთ ყველა, ანუ 12-ვე დროში, სამივე ფორმაში, ანუ კითხვითში, თხრობითში და უარყოფითში. მოკლედ, დავიწყოთ, მოდით ახლანდელი მარტივი დროთი. პირველი ესე იგი დადებითი. She buys a new book every week. ის ყიდულობს ახალ წიგნს ყოველ კვირა. წერია she buys და მიმატებული აქვს ესი, იმიტომ რომ ეს არის მესამე პირი. უარყოფითი. He doesn't buy clothes online. ის არ ყიდულობს ტანსაცმელს ონლაინში. აქ უკვე გვაქვს doesn't, ხო, does გვაქვს, იმიტომ რომ ეს არის მესამე პირი და შემოტანილია დამხმარე ზმნა do, ხო? და კითხვითი. Do they buy groceries at the local market? ყიდულობენ ისინი ხილბოსტნეულს ადგილობრივ მარკეტში? ეს უკვე არის კითხვითი, აქ არის წინადადება მრავლობით რიცხვში და ამიტომაც გვაქვს დამხმარე სიტყვა do. ახლა მოდი გადავიდეთ ახლანდელ განგრძობით დროზე, რომელიც ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ხდება ან ახლა ამ წუთას საუბრის მომენტში, ან უბრალოდ ახლა საუბრის გარშემო, ან მომავალში, როდესაც რაღაცა დაგეგმილი გვაქვს და წინასწარ ვართ შეთანხმებულები, რომ რაიმეს გავაკეთებთ. ესე იგი, პირველი დადებითი. We are buying a gift for our friend's birthday. ჩვენ ყიდულობთ საჩუქარს ჩვენი მეგობრის დაბადების დღისთვის. აქ რა თქმა უნდა გვაქვს დამხმარე ზმნად to be, ანუ is, ან are და მერე ზნას მიმატებული ing, ხო? We are buying. უარყოფითი. She is not buying anything right now. ის ახლა ამ წუთას არაფერს არ ყიდულობს. უარყოფითი ძალიან მარტივია, უბრალოდ ჩამატებული გვაქვს სიტყვა not. და კითხვითი. Are you buying a ticket for the concert? კითხვით ფორმაში ჩვენ აქ უკვე უბრალოდ სიტყვებს are და use გადავუნაცვლეთ ადგილი, ხო? წინადადება დავიწყეთ სიტყვით are-ით და ეს უკვე გამოვიდა კითხვითი ფორმა. დავაშასე მესამე. ახლანდელი სრული დრო, რომელიც მოხდა სულ ახლა ხანს და დასრულდა და შედეგი გვაქვს სახეზე, ხო, ეხლა ვხედავთ, ან რომელიც დასრულდა და არ ვიცით, როდის მოხდა. Okay? მაგალითად. დადებითი. He has bought a new car recently. მან ახლა ხანს იყიდა ახალი მანქანა. ჩვენ არ ვიცით, როდის იყიდა, ვიცით რომ ახლა ხანს იყიდა, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, როდის იყიდა, ხო, ზუსტით არ იყიდა დრო არ ვიცით და ამიტომაც ვამბობთ has bought. ანუ ვიღებთ დამხმარე ზნას have, ხო, უბრალოდ ვსვამთ მესამე პირში, იმიტომ რომ გვაქვს he და ვუმატებთ ზმნის მესამე ფორმას, ამ შემთხვევაში ყიდვის მესამე ფორმას, რომელიც არის bought და გამოვიდა he has bought. უარყოფითი. They have not bought a house yet. მათ ჯერ არ უყიდიათ სახლი. სიტყვა yet დაიმახსოვრეთ, როდესაც ითარგმნება როგორც ჯერ არ, დგას წინადადების ბოლოში. აქ ახლა გვაქვს უარყოფითი, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ სიტყვა not არის შუაში ჩასმული have-სა და bought-ს შორის და საბოლოოდ მივიღეთ have not bought. და კითხვითი, have you ever bought something online? ოდესმე რაიმე გიყიდია ონლაინში? სიტყვა ever ითარგმნება როგორც ოდესმე და აქაც ახლა ძალიან მარტივად დამხმარე ზნამ have, ხო? და you ადგილები გაცვალა, ხო? წინადადება დავიწყეთ სიტყვით have და შესაბამისად ოდესმე გიყიდია, იქნება have you ever bought. მეოთხე დრო, ახლანდელი სრული განგრძობითი დრო. ესე იგი, გავიხსენოთ რომ ეს არის დრო, რომელიც წარსულში დაიწყო და ახლაც გრძელდება. არ ვიცით როდის დაიწყო, არ ვიცით როდის დამთავრდება, არც გვაინტერესებს როდის დაიწყო ან როდის დამთავრდება, ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ეს უბრალოდ წარსულში დაიწყო და ეხლაც გრძელდება. მაგალითად, she has been buying organic food for a while.
ის რაღაცა ეს ბოლო პერიოდია, ყიდულობს ორგანულ საჭმელს. ნახეთ, ბოლო პერიოდია, ბოლო რაღაცა პერიოდია, for a while. მაგას ნიშნავს, რომ ის ყიდულობს ორგანულ საჭმელს. ანუ დაიწყო მან ორგანული საჭმელის ყიდვა და ის ახლაც ყიდულობს ორგანულ საჭმელს. აქ დამხმარებლებად გვაქვს have and has been, აუცილებლად been უნდა ვთქვათ, და რადგანაც ეს მოქმედება გრძელდება, აუცილებლად სმას უნდა დაემატოს ing და საბოლოოდ გამოვიდა she has been buying, okay? ხო? უარყოფითი ძალიან მარტივია, ესეც ჩვეულებრივ დაემატება სიტყვა not და საბოლოოდ იქნება უარყოფითი we have not been buying from the store lately. From that store lately. ანუ რომ ჩვენ აი იმ მაღაზიიდან ამბოლო დროს აღარ ვყიდულობთ. ხო? ჩვეულებრივ ვიღებთ სნას have not უარყოფითია და მერე been, რომელიც არასოდეს არ იცვლება და buying უკვე ჩვეულებრივ buy-ს ემატება ing. ხო? დაბოლოს კითხვითი How long have they been buying furniture for their new home? რამდენი ხანია რაც ავეჯს ყიდულობენ ისინი თავიანთი ახალი სახლისთვის? How long არის რამდენი ხანია? კითხვით უბრალოდ დამხმარებსნა have გადმოინაცვლებს წინ და ვამბობთ მას სიტყვა they-ს წინ. და have they been buying უკვე ნიშნავს რამდენი ხანია რაც ისინი ყიდულობენ. სიტყვა რაც არ წერია, მაგრამ იგულისხმება და თარგმანისას ის სწორედ ასე უნდა ვთქვათ. და ახლა გადავიდეთ უკვე წარსულ მარტივ დროზე, okay? რომელიც ხდება, რომელიც მოხდა წარსულში და ის წარსული სხვა დროებისგან იმით განსხვავდება, რომ წარსული მარტივი დროს ვიყენებთ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით თუ როდის მოხდა წარსულში ეს მოქმედება. ანუ ჩვენთვის ცნობილია დრო, ჩვენთვის ცნობილია თარიღი. მაგალითად They bought a car yesterday. მათ იყიდეს მანქანა გუშინ. ჩვენ ვიცით რომ მათ მანქანა გუშინ იყიდეს. Okay? ჩვენ ვიცით თარიღი გუშინ და ამიტომაც ვამბობთ they bought. ანუ მათ იყიდეს. და უარყოფითი He didn't buy a car yesterday. მას მანქანა გუშინ არ უყიდია. მან მანქანა გუშინ არ იყიდა. ჩვენ ვიცით როდის არ იყიდა, ამიტომაც უკვე აქ ვამბობთ didn't buy. ეხლა უყურეთ თუ კი ახლანდელ დროში ჩვენ დამხმარებსნად გვქონდა do, წარსულ დროში უკვე დამხმარებსნად გვაქვს აქ სიტყვა did. ეხლა ეს არის ჩასმული უარყოფით ფორმაში და საბოლოოდ მივიღეთ did not, იმიტომ რომ did-ს დამატებული აქვს not, უბრალოდ აქ შემოკლებით წერია და საბოლოოდ იკითხება did not. ანუ როდესაც წარსულში ჩვენ რაღაცა არ გავაკეთეთ, ხო? და ვიცით როდის არ გავაკეთეთ, აი იმ დროს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სიტყვა did not. და ახლა გადავიდეთ კითხვიზე. Did she buy a new dress for the concert yesterday? მან იყიდა ახალი კაბა გუშინ კონცერტისთვის? კითხვით აქაც გამოვიყენეთ სიტყვა did, როგორც დამხმარებსნა და საბოლოოდ მივიღეთ did she buy? აქ დააკვირდით იმას, რომ როდესაც გაგვთ სიტყვები did და did not, სმნა აღარ დგას წარსულ დროში და ის დგას ჩვეულებრივ ახლანდელ აწმყო დროში და ვამბობთ buy. ხო მართლა, სულ დამავიწყდა მე თქვა, რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ B1, ანუ მაღალი დონის სასაუბრო ვიდეო კურსი, რომელშიც შედის 50 დაახლოებით 15-20 წუთიანი ვიდეო დიალოგი, სადაც თქვენ ისწავლით სხვადასხვა იდიომებს, ფრაზულზმნებს, გამონათქვამებს, წინდებული ან გამონათქვამებს და კიდევ უამრავ სიტყვას. მას ასევე მოყვება ამოსაბეჭდი ფაილიც, სადაც უკვე ამოწერილი არის ახალი სიტყვები, თავისი ტექსტებით და რა თქმა უნდა ასევე სავარჯიშოებით. თუ უფრო მეტი დაგაინტერესებთ, წერეთ პირადში და მეც არ დავაყოვნებ თქვენთვის სხვა დაწვრილებითი ინფორმაციის და ასევე საცდელი გაკვეთილების გამოგზავნას. ახლა კი გადავიდეთ წარსულ განგრძობით დროზე, რომელიც წარსულში ხდებოდა რაღაცა გარკვეულ დროს. ხდებოდა და არა მოხდა. ხდებოდა, მაგალითად მივდიოდი, მოვდიოდი, ვჭამდი. აი ესეთი დრო არის წარსული განგრძობითი დრო. მაგალითად
I was buying groceries when I ran into her. ღბოს ხილბოსტნეულს ყიდულობდი, როდესაც გადავეყარე მას. აქ ეხლა ყიდულობდი არის was buying. ნახეთ, დამხმარეს მნად ჩვენ აქ უკვე გვაქვს სიტყვა was, ანუ ყოფნის წარსული ფორმა და რადგანაც ეს არის განგრძობითი, თავისთავად ჩვენ აქ buy-ს დავუმატებთ ing-ს და საბოლოოდ მე ვყიდულობდი და არა მე ვიყიდე. მე ვყიდულობდი არის ინგლისურად I was buying. უარყოფითი. They weren't buying tickets for the show. ისინი არ ყიდულობდნენ ბილეთებს shows-თვის. ეს უკვე არის მრავლობით რიცხვში, შესაბამისად ზმნა ყოფნა ჩაჯდა წარსულში მრავლობით რიცხვში და დაემატა ზმნა ing და საბოლოოდ მივიღეთ they weren't buying. Okay? და კითხვითი What were you buying when I saw you at the mall? რას ყიდულობდი, როცა მოლში დაგინახე? ანუ აქ უკვე სიტყვებმა you და were გაცვალეს ადგილები, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე კითხვით ფორმაში და საბოლოოდ მივიღეთ were you buying, ხო? და ახლა გადავიდეთ შემდეგ დროზე და ეს უკვე არის წარსული სრული დრო, რომელიც მოხდა წარსულში, რომელიღაცა დროზე ადრე. როდესაც ვამბობთ, რომ ორი რაღაც მოხდა და ერთი უფრო ადრე მოხდა, აი ის დრო, რომელიც უფრო ადრე მოხდა, არის წარსული სრული დრო. ამ დროის საწარმოებლად ჩვენ გვჭირდება ზმნა have-ის წარსული ფორმა, ანუ had და მას დამატებული ზნის მესამე ფორმა. მაგალითად, Before he moved, he had bought a new fridge. სანამ ის გადავიდოდა, მანამდე ქონდა ნაყიდი ახალი მაცივარი. ნახეთ, he had bought, ეს არის წარსული სრული დრო და ითარგმნება როგორც ნაყიდი ქონდა. ანუ აი სანამ გადავიდა, მანამდე იყიდა ახალი მაცივარი. ანუ ჯერ ახალი მაცივარი იყიდა და მერე გადავიდა, მიხვდით? და რადგანაც ჯერ ახალი მაცივარი იყიდა და მერე გადავიდა, პირველი მოქმედება ხო მაცივრის ყიდვა იყო, ამიტომაც აქ ჩვენ ვამბობთ had bought, ანუ ზნა have წარსულ დროში და მას დამატებული ზნის მესამე ფორმა. ახლა მოდით ვთქვათ მაგალითად უარყოფითი, ძალიან მარტივია, აქ უბრალოდ ჩვეულებრივ წინადადებაში შემოდის სიტყვა not, როგორც ყოველთვის და საბოლოოდ ვიღებთ She hadn't bought the tickets before they sold out. სანამ ბილეთები გაიყიდა, ამოიყიდა მას ბილეთები ნაყიდი არ ქონდა. ანუ სანამ ბილეთები მთლიანად გაიყიდა, მან ბილეთები ვერ იყიდა, არ იყიდა, ნაყიდი არ ქონდა. ჯერ ბილეთები არ იყიდა და მერე ამოიყიდა ბილეთები, ხო? უარყოფითში ჩვეულებრივ აქ დაემატა სიტყვა not. კითხვით ძალიან მარტივად, სიტყვები had და you გაცვლიან ადგილებს და საბოლოოდ ვიღებთ Had you bought the textbook before the first class? ანუ, ნახეთ, პირველ გაკვეთილამდე იყიდე სახელმძღვანელო, ანუ პირველ გაკვეთილამდე სახელმძღვანელო ნაყიდი გქონდა და აი ეს ნაყიდი გქონდა იქნება had you bought. გადავიდეთ შემდეგ დროზე, რომელიც უკვე არის წარსული სრული განგრძობითი დრო. და ეს სრული განგრძობითი დრო ითარგმნება ისიც როგორ აი როდესაც ვამბობთ ქართულად, რომ აი მაგალითად ჩემი და რომ მოვიდა უკვე 1 საათი იყო გასული, რაც გაკვეთილს მეცადინეობდი. ანუ ჩემი და რომ მოვიდა 1 საათის დაწყებული მქონდა მეცადინეობა. ჩვენ ქართულად ვიყენებთ სიტყვას დაწყებულს, მაგრამ ინგლისურში ამ შემთხვევაში სიტყვა დაწყებული არ გვჭირდება რომ გამოვიყენოთ და სწორედ აი ეს დრო წარსული სრული დრო უნდა გამოვიყენოთ სამაგიეროდ. მაგალითად, By the time she left, she had been buying gifts for an hour. იმ დროისთვის, როცა წავიდა, მთელი 1 საათი ყიდულობდა საჩუქრებს. ეს წინადადება ახლა ქართულად ცოტა უაზრობა გამოდის.
იმიტომ რომ რაღაცა კარგად არ ითარგმნება, მაგრამ ეს ახლა რას ნიშნავს, რომ ანუ მთელი 1 საათი მოუნდა საჩუქრების ყიდვა, მთელი 1 საათი საჩუქრების ყიდვის პროცესში იყო, იქამდე სანამ წავიდა. ანუ ჩვენ ქართულად ვამბობთ, რომ 1 საათი მოუნდა მოკლედ საჩუქრების ყიდვას და მერე წავიდა. ანუ ჯერ საჩუქრების ყიდვას რომ მოუნდა 1 საათი და რო გრძელდებოდა ეს 1 საათი, აი ეს არის წარსული სრული განგრძობითი დრო. აი ნახეთ როგორ წერია had been buying. სრულ დროში განგრძობითში წეღან ჩვენ ხო გვქონდა ახლანდელში have been buying და წარსულში უკვე გვაქვს უკვე had been buying. მიხვდით, ანუ have-ის მაგივრად ვამბობ had-ს და ითარგმნება უბრალოდ წარსულში. აი მოდით კითხვით ვნახოთ. They had not been buying anything during the sales. ანუ აი ფასტაკლების განმავლობაში არაფერს არ ყიდულობდნენ. ანუ არაფერი არ იყიდეს აი ამ მთელი ფასტაკლების აი ამ დიდი დროის განმავლობაში, რაც ფასტაკლება იყო, მათ საერთოდ არაფერი არ იყიდეს. ანუ უარყოფითში აქაც გვჭირდება რა თქმა უნდა სიტყვა not, რომელიც ჩაჯდა had-ისა და been-ის შორის. და ახლა მოდით კითხვითი. How long had you been buying souvenirs before you realized you lost your wallet? რამდენი ხანი მოუნდიო, ანუ რამდენი ხანი ყიდულობდი სუვენირებს, სანამ მიხვდებოდი, რომ თურმე საფულე დაგიკარგავს. ამ დროის სათარგმნელად ქართულად როცა ვამბობთ, უფრო გაგვიმარტივდება, თუ კი გამოვიყენებთ სიტყვებს თურმე, ან კიდევ უნდა, ან კიდევ დაწყებული გქონდა, ნახეთ, ანუ ნახეთ, რამდენი ხანი ყიდულობდი სუვენირებს, როცა მიხვდი, რომ თურმე საფულე დაგიკარგავს. ხო, სიტყვა თურმე ვახსენე. ნახეთ, წერია had you been buying, ანუ ყიდულობდი, ანუ მთელი აი ეს დრო რამდენი ხანი გრძელდებოდა, ანუ ყიდვის პროცესი, ანუ რამდენი ხანი ყიდულობდი, რაცა მიხვდი, რომ საფულე დაკარგე. სხვათა შორის წარსული სრული განგრძობითი დრო ქართულად მაინდა-მაინც არ ითარგმნება და ცოტა არალოგიკურად ჟღერს, მაგრამ ინგლისურად ჩვეულებრივ ამას იყენებენ საუბრისას და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დროა. ახლა გადავიდეთ შედარებით მარტივ მომავალ დროებზე და მომავალი მარტივი დრო, რომელიც ხდება მომავალში, მოხდება მომავალში და რომელსაც ძირითადად ვიყენებთ მაშინ, როდესაც რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ აი ესე რაღაცა სპონტანურად, უცაბედად. მაგალითად, we will buy a new computer next month. ჩვენ ვიყიდით ახალ კომპიუტერს შემდეგ კვირას. ძალიან მარტივია მომავალი დროის წარმოება, იმიტომ რომ ჩვენ აქ გვჭირდება სიტყვა will და მას დამატებული ზნა. მეტი არაფერი აბსოლუტურად. We will buy არის ჩვენ ვიყიდით. უარყოფითიც უმარტივესია, სიტყვაში უნდა ჩავწეროთ will-სა და buy-ს შორის სიტყვა not და საბოლოოდ გამოვა she will not buy anything without checking the reviews. ანუ ის არ იყიდის არაფერს რევიუების შემოწმების გარეშე. უბრალოდ სიტყვა not ჩაემატა will-სა და buy-ს შორის. კითხვითი როგორც ყოველთვის, იგივენაირად არის, რომ დამხმარე სიტყვა will დაპირეს ნაცვალსახელი ანუ they გაცვლიან ადგილებს და საბოლოოდ იქნება will they buy tickets for the concert, რომ იყიდიან ისინი ბილეთებს კონცერტისთვის. მოკლედ ეს მე მგონი ყველაზე მარტივი დროა. და შემდეგ მეათე დრო ეს უკვე არის მომავალი განგრძობითი დრო, რომელიც ქართულად მაინდა-მაინც არც ისე კარგად ითარგმნება და როცა ვთარგმნით ხოლმე, ვამბობთ ხოლმე სიტყვას პროცესში. აი მაგალითად სიტუაციურად წარმოიდგინეთ, როცა ვამბობთ, რომ მაგალითად ხვალე მე 8 საათზე არ მეცლება, იმიტომ რომ მუშაობის პროცესში ვიქნებით. სიტყვა პროცესშიც არ გამოდის ამ შემთხვევაში ქართულად ლამაზი. ჩვენ უნდა უბრალოდ ვთქვათ, რომ ხვალე 8 საათზე ვიმუშავებ, ხვალე 8 საათზე უნდა ვიმუშაო, ან კიდე სამუშაო მაქვს, ამიტომაც არ მეცლება. აი მაგალითი წავიკითხოთ. At this time tomorrow I will be buying a birthday present. ხვალე ამ დროს მე საჩუქრის დაბადების დღის საჩუქრის ყიდვის პროცესში ვიქნები. ნახეთ, ანუ ხვალე მე აი ამ დროს, ანუ საჩუქრის ყიდვის პროცესში ვიქნები, ანუ აი ამ დროს საჩუქარი უნდა ვიყიდო. ნახეთ როგორი წარმოება will be და რა თქმა უნდა მერე დამატებული ზნა ing-ით, იმიტომ რომ ეს არის განგრძობითი დრო. ანუ გვაქვს არა მარტო will, არამედ be's და პლუს ზნა ing-ით, ხო? I will be buying a birthday present, okay?
აი მოდით უარყოფითი they will not be buying a new car next year. ანუ შემდეგ წელს ისინი მანქანას არ იყიდიან, მანქანის ყიდვის პროცესში არ იქნებიან. ქართულად ცოტა უაზრობა გამოდის, მაგრამ ინგლისურად ჩვეულებრივი წინადადება, რომ ანუ ისინი მომავალ წელს მანქანის ყიდვით არ დაკავდებიან, ანუ მანქანას არ შეისყიდიან. Okay? რა თქმა უნდა, ეხლა აქ რო ვთქვათ, რომ they will not buy და არა be buying, ანუ ჩვეულებრივ მომავალ დროში რო ვთქვათ, ისიც სწორი იქნება თავისთავად, ხო, ჩვეულებრივ. და კითხვითი will you be buying a gift for the party? ანუ საჩუქარს იყიდით წვეულებისთვის? სიტყვით რომ ვთქვათ, რომ ანუ წვეულებისთვის საჩუქრის ყიდვის პროცესში იქნები? ესეც ახლა რომ ვთქვათ ჩვეულებრივ will you buy a gift და be buying რო აღარა ვთქვათ, რა თქმა უნდა, ესეც ჩვეულებრივ სწორი იქნებოდა. გადავედით შემდეგზე, ეს არის მომავალი სრული დრო, რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენება, მაგალითად by next summer he will have bought a house. მომავალი საფხულისთვის მას სახლი ნაყიდი ექნება. ნახეთ ახლა აქ როგორ ვთქვით will have, ანუ რადგანაც მომავალია გვაქვს will, რადგანაც სრულია გვაქვს have და რა თქმა უნდა სრულ დროებს ყოველთვის ბოლოში აქვთ მესამე ფორმა, ამიტომაც ვიტყვი will have bought, ანუ ნაყიდი ექნება. ძალიან საინტერესო დროა და ამას ძალიან ხშირად იყენებენ. ანუ, ესე იგი, ვიღებთ სიტყვებს will have და ვუმატებთ სნის მესამე ფორმას. უარყოფითში ძალიან მარტივად will-სა და have-ს შორის ჯდება შუაში not. მაგალითად, she will not have bought the tickets by the time the concert starts. იმ დროისთვის, როცა კონცერტი დაიწყება, მათ ბილეთები ნაყიდი არ ექნებათ. ანუ როგორც მიხვდით, ეს არის დრო, რომელიც გვიჩვენებს, როდესაც მომავალში რაღაცა უკვე გაკეთებული იქნება რაღაცა დროს. აი მე ხვალე ამ დროს მუშაობა დამთავრებული მექნება, მე მომავალ წელს ბინა მექნება ნაყიდი, მე მაგალითად ხუთი წიგნი მექნება წაკითხული. აი ეს რომ მე რაღაც გაკეთებული მექნება, აი სწორედ ეს არის მომავალი სრული დრო. კითხვითშიც რა თქმა უნდა will და შესაბამისად პირისნაცვალ სახელი გაცვლიან ადგილებს და იქნება როგორც ყველგან will you have bought a new phone before your contract expires? სანამ შენი კონტრაქტს ვადა გაუვა, მანამდე ახალი ტელეფონი ნაყიდი გექნება? ნახეთ, ტელეფონი ნაყიდი გექნება და აი ესეც ნაყიდი გექნება არის will you have bought. და გადავედით ბოლო მე-12 დროზე, რომელიც არის მომავალი სრული განგრძობითი დრო, რომელიც ქართულად არც ისე ლამაზად ჟღერს და თვითონ ამერიკელები და ინგლისელებიც ნაკლებად იყენებენ ხოლმე ლაპარაკისას. და ესე იგი ვთქვათ მაგალითი At the end of the month, she will have been studying English for 2 years. რომ ამ თვის ბოლოს 2 წელი იქნება გასული, რაც ის ინგლისურს სწავლობს. ნახეთ, ჩვენ ვამბობთ ქართულად სიტყვას გასული იქნება. აი სწორედ ეს გასული იგულისხმება ინგლისურად, როდესაც ვამბობთ will have been buying. ნახეთ, როგორი კონსტრუქცია გვაქვს will have been, ანუ will იმიტომ რომ მომავალია, have იმიტომ რომ სრულია, been და მერე უკვე ზნას დამატებული ing, იმიტომ რომ არის განგრძობითი დრო. ანუ ნახეთ როგორი დროა, რომ აი როცა ვამბობთ რომ მომავალ წელს, ანუ 2 წელი იქნება, რაც უკვე ინგლისურს სწავლობს, ანუ სიტყვა რაც არ წერია, მაგრამ იგულისხმება. მიხვდით? ანუ აი როდესაც ვამბობთ ხოლმე რომ მაგალითად ამ კომპანიაში აი სიტყვაზე 1 კვირის მერე 10 წელი იქნება რაც ამ კომპანიაში ვმუშაობ. აი ეს რაც ამ კომპანიაში ვმუშაობ იქნება მომავალი სრული განგრძობითი დრო. მიხვდით? უარყოფითში ძალიან მარტივად წინადადებას ჩაჯდება სიტყვა not, მაგალითად they will not have been studying English for 10 years. მაგალითად რომ 10 წელი არ იქნება გასული, რაც ისინი ინგლისურს სწავლობენ, ხო? აქაც გამოვიყენე სიტყვა გასული, სხვანაირად უბრალოდ ქართულში არ გამოდის, თუმცა იგივე წინადადებას როცა ინგლისურად თარგმნით, სწორედ მომავალი სრული განგრძობითი დრო უნდა გამოიყენოთ, ხო? და მაგალითად კითხვით ნახეთ რა საინტერესოა. How long will you have been studying English at the end
of the month, რომ თვის ბოლოს რამდენი ხანი იქნება გასული, რაც შენ ინგლისურს სწავლობ. თუ გაიგებთ ამ დროს ძალიან საინტერესო დროა, თვითონ ინგლისელებიც კი ნაკლებად იყენებენ, თუმცა როგორც დრო თვითონ საინტერესო, უბრალოდ იმდენად ბევრი სიტყვა არის საჭირო ერთი წინადადების სათქმელად, რომ თვითონ ინგლისელებსაც კი არ უყვართ ეს დრო, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო, ის რაც მინდოდა რომ თქვენთვის მესწავლებინა, იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ, ჩვენ კი შევხვდებით სხვა ვიდეოებში, ნახვამდის.